მოგესალმებით, დაბრუნდი ახალი ვიდეოთი. ამ ოთახში რო ვარ, რაც უდად ჩანს ეს ჩემი თმები. მაგრამ ხო, ვაგრძელებთ One Punch Man-ს, ვასრულებთ მეორე სეზონს. დღეს უნდა ვნახოთ მე-11 და მე-12 სერიები, რომელიც ჩემ უნდა ამოვაგდო, იმიტომ რომ გამიჭირდა ეკრანმა. წეგან და ვერ ხო, ახლა ჩავრთე. ვასრულებთ მეორე სეზონს, საინტერესოა. რას ვიზავთ ახლა? მოგეხსენებათ მეორე სეზონის შემდეგ One Punch Man-ს ვაჩერებთ, OVA-ებს და მესამე სეზონს და კვლავ რაც გამოვა იმას ვუყურებთ. მომავალში, როდის მომავალში არ ვიცი, მაგრამ მომავალში აუცილებლად, იმიტომ რომ როგორც ვიცით, არ იქნება ჩემს სახზე სერიალი, რომელსაც არ დავასრულებთ. ასე რომ ხო, ჯობს ჩაგუჩდეთ. ზოგადად ფინალი, რა ვიცი, მე კარგ ფინალს ველოდები მაგალითად. პირველი სეზონის ფინალი ძალიან ძერს კი იყო, ჯერჯერობით ჩემი საყვარელი სერია ეგ არის One Punch Man-ის და იმედია მეორე სეზონის ფინალიც მაგარი იქნება, თუ უკეთესი არა. ახლა მომენტ ბოლოს წინა სერიებსაც მაგარ საკეთებენ ხოლმე, ანუ ორი კანდიდატი ყავს ახლა საუკეთესო სერიას. ამიტომ ხო, საინტერესო იქნება. Shit. კამერა უნდა ვიყიდო რა. ძალიან ცუდად აჩვენებს ხანდახან ეს ჩემი ტელეფონი. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ხარისხის ვიდეოებს იღებს, ანუ ვერ ვიტყვი აშკარად, რომ ცუდი ხარისხისაა. ეხლა დაედიტების დროს ოდნავ ეკარგება ხოლმე ყოველთვის ხარისხი, მაგრამ ზოგადად ცუდი ხარისხის არც მაშინ არის. ერთხელ უნდა გადავიღო აი საინფორმაციო ვიდეო მაგალითად, რო გადავიღებ, ისე უნდა დავდო ჩვეულებრივად. ერთი-ორჯერ გაკეთებული მაქვს ეს. და დაეთყობა, რომ უკეთესი ხარისხისაა. ხო. ეს არ მინდა. ზოგადად ფინალი ძალიან მაინტერესებს, გაროს ამბავი მაინტერესებს, როგორ დატრიალდება. აღარც ისეთი, ანუ თლად ისეთი დაუმარცხებელიც არ არის, როგორც გვაჩვენეს ახლა საიტამას წინააღმდეგ გასაგებია, ვერაფერს იზავს, მაგრამ არა ძაღლმა შოქში დამტოვა. ის ძაღლი თუ გაროს მოერევდა, ნახდათ ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ საოცრებებიც ხდება როგორც ჩანს. ასე რომ ხო. ვარაყო მითავდა, მაგრამ გავხსნელი ბოტონი ვიდეოს კიდე აქვს. ფინალისტვის გავემზადე. OBS-ი ჩართულია. სერიის სათაური არის ვახშენი გადავთე The Varieties of Pride. Right, საინტერესოა. Varieties of Pride. კარგი. რა, ჯერჯერობით გარო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია სერიალში. დაჟე მომენტში შეიძლება საიტამასაც აჯობოს, ანუ უფრო მოგეწონოს ვიდრე საიტამა. არა, გამორიცხული. ნახოთ. One Punch Man-ი პირველი, მეორე სეზონის მე-11 სერია 3-2-1 დავწყეთ. ოდოა კარგი. მადლობა გახმოვანებისთვის. ესეც გენოსი, გარო. დაგუნებდი სანამ ამის დროა, გარო. ამ სიტუაციაში მოხვედრას არ ელოდი არა? ძალიან წუხერ შენი მდგომარეობის გმირებზე მონადირეო. მაგრამ არაერთი ჩვენგანი გაქცევია სიკვდილს. მე აქ მარტო ის გმირები შევკრიბე, რომელსაც ყველაზე დიდ პატივს ვცემ. მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გვეპოვე. ბავშვი. ესე იგი საუკეთესოები არა? მარტო ჩემთვის არის ეს სიტყვები დაუჭირებელი. რაღაცა ეს კლასის გმირებს ვერ ვხედავ. ნუ თუ გმირებთა ასოციაცია ჩემში კიდევ ვერ ხედავს მოწინააღმდეგეს. და გამოაგზავნეს ისინი, ვინც ხელში მოხვდათ. ალბათ არანაირი ინტერესი არ იყო. ესე იგი არ ჩვენ გაინტერესებს ეს კლასის გმირების გარდა არავინ. რაოდენ პოპულარულები არიან ეს კლასები არა?
გმირებთა ასოციაციასაც ყავს ისინი ხელში. ადარებენ საიდუმლო შეხვედრებს და ასე გადასცემენ ერთმანეთს ინფორმაციას. მაგრამ რატო ყოფენ გმირებს კატეგორიებად? რეიტინგული სისტემის გამო ერთი მეორეს ჩრდილავს. ამიტომაც ბევრ გმირს უბრალოდ ვერ ამჩნევენ. ეს კლასის გმირების გარდა ძალიან კარგი გმირებიც არსებობენ. ფაქტია. შენ უკვე გაიმარჯვე რამდენიმე ეს კლასის გმირზე და შენი დაჭერით. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი კატეგორიის გმირებიც ნამდვილად არიან საქმის გამკეთებლები. ნამდვილად. ესე იგი, ამიტომ არ გამოიძახეთ ეს კლასის გმირები, რომ მთელი ავლადიდება თქვენ დაგრჩეთ არა? Ну, the varieties of pride მაგითო ქვია სერიას. იმიტომ რომ სუნთქვა უკვე მეჭირს. როსიამაკესთან გვაქვს ახლა ბრუც მეხვევა. საქმე. ნუ თუ ეს შხამია. ანუ თავის წარმოჩენა უნდა როგორც ეს გაქცი. მოსტრების ასოციაცია კარგად გართულა. აბა ისე ხომ ჩემთვის დრო არ გექნებოდათ? არ ჯობებს რომ თავიდან ჯერ ის წვე დაიხსნათ. პირველ რიგში შენ და შემდეგ ის მოსტრების ასოციაცია. ამენა ჭარტალო ვიგინდა რომ ნავასწავლოთ ჭკუა თორე თავზე დაგვასხდნენ და ეგარი. ისინი ჩემს გზაზე მორიგი კიბეს საფეხურები არიან. იმ გზაზე დგანან, რომლის ბოლოშიც მე მოსტრი გავხდები. ვაუ. და ამათ თავს ვერ ავარიდებ. არ ვიცი, მე მაინც მგონია რომ ბავშვი ჩაერება და მაგის გამო გაჩერდებიან და ბავშვი გადაიფარება და არ მისცემს მოგრესობას. მორიგი კიბეს საფეხური მოყვება. და ასე ბოლოში ავალა. თარგმანი მომზადებულია ტოკიო ჯისი. ნუ, უბრალოდ ხო მახალილეთი გვანახა. სამართლიანობის საცხოვრანი დარტყმა. ძალიან მაგარი იყო. აი აუ მე კიდე როგორი სასაცილო იყო. ის დემონი კარაბი რომ მოყდა რა? აუ ის ნახეთ როგორ შეეშინდა. როცა ადამიანმა სამართალმა მისი სამალავი იპოვა. კი მაგრამ კრამა დემონმა ხო თითქმის მოიგო. მის წინააღმდეგ ხომ ჯადოქარი ქალი. და სამართლიანობის ბავშვი იბრძოდა, მაგრამ მაინც თავი კარგად გაართვა. კი მაგრამ კრაბ დემონს რატომ უჭერა მხარს? იმიტომ რომ მას მხოლოდ თავისი ზღვის დაცვა უნდოდა. და მხოლოდ თავისი მიზნისთვის მარტო იბრძოდა. ცოტათი ძლიერი რომ ყოფილიყო ის აუცილებლად გაიმარჯვებდა. ალბათ მას როგორ უჭირდა? ვაუ. ანუ ასე მეთერთმეტე ეპიზოდი. ჩვენი სიამაყე. ჩვენი სიამაყე ასე თარგმნეს, კაი. ახლა ფეხის შეპყრობა. სინათლის დასასრულის მოქნევა. რა? აჰა. ჯაჭვის ბაყაყო. მომატყუა. მას რაღაცა ცევი იარაღი უჭერს ხალხში. მოიცა შეიარაღება რა მარტო თქვენ შეგიძლიათ? ის რა სახის დისკრიმინაციაა? ნუ, გარო კარგად აღწევს. მე კიდე უნდა გამეკეთებინა რამე. ფრთხილად ხავით. უკან რომ ვიდგა წინა სერიაში ორი თოფით ხელში უნდა გაეკეთებინა რამე. უკან. რა? კი მაგრამ როდის? ჯანდაბას, მან ტაიმინგი კარგად გათვალა, მაგრამ ეხლა ის გახსნილია. პუშენი. ხელი გამიშვი, მიიღე ბამბუკის წვეტი. ესახი ქონდა. ნახევარი გადარჩა. იცოდე მან თუ შეძლო ყველა დაგვაწვინა, საერთოდ არ იქნება სასაცილო გატლენ. ცოცხლა დაყვანა დაივიწყე. კარგი. თანაც თვითონ აერჩია თავისი ბედი. კაი. ისა კიდევ არ კარგავს სიჩქარეს. წესი დიდი ხანი წინ უნდა დასუსტებულიყო. მაგრამ საბოლოოდ მის მხარესაა ინიციატივა. ეხლა უკვე აღარ მჯერა რომ ჩვენს წინააღმდეგ ადამიანია. სტინგერ! ერთ-ერთზე ვნახოთ რა იცი. ეს გამოწვევა არ ჩაერიოთ ბიჭებო. შეჭარდი, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. კოჭებს დაგიხურეთ. რა? ჯერები არ იტყუებიან შენ ნამდვილად დებილი ხარ. ტრაქში წასულ ხარ. მომერიდე. მიემას შევძლებ. და გარო ვერ მოერიდება ჩემს თავდასხმას.
ნუ ნახოთ. გაროს მოსადეი. ეი, რატომ გარბი ხარ რა მოხდა? და თავდაპირველად ხომ ჩემთან მოსვლა გინდა და ახლა კიდე გამერბი ხარ? ვარწახვიდე მარტო დარჩები. ჯანდაბას ვაფცელდები. ის შურიკას მისდევს. აბა ამაზე რა სიტყვი? საბოლოო ტიპს. ახლა რიგითობა ძალიან დაღოვლი არის და მეც კიდე ხელს უშლი ჩემებს. ახლა ბედა ჩვენ მხოლოდ ხელს შეგვიშლის. სულაც არ მინდა რომ ჩვენი სახელი მასა გაუყოთ. მე არც მინდა თქვენი სახელი თქვენთვის დაიტოვეთ. ყველაფერი დასრულდა. და მეც მოკვდები. საიდამა. ჩემი კაი. ასე ვერ გავხდები მე გმირი. ერთი უბრალო ადამიანი ვარ და მე ვერ გავძლიერდები. ეი, მოიცადე, ვინ წყვეტს მაგას რომ შენ ძლიერი გახდები თუ არა? ჩემი კაი იმედა საიტამა დადის ყველასთან და დაღონებისთვის დრო და ცხოვრების ურჩევებს აძლევს. კაი კადრი იყოს ფოტოშოპის. აჩემ, ზუსტად მაშინ გადავწყვეტ. რატო არ შეუძლიათ ეს საიტამა ყოველთვის ასეთი დახატონ? ძერს კი არც სტაილია, მაგრამ თავარი გისხატავენ? შემგან ფარის გაკეთება როგორც რავი. აბა ნახოთ ამაზე რა სიტყვი. შვენიერია, ასე გაგრძელე პატარა. თანაც გამძლეობა შენამდვილად გაკლია რა. სტინგერი ცოტა ეს ხაფანგი არის. მიუხედავად ამისა მეგობარს არ მივატოვებ. საბოლოო. გიგანტური შუბის დრელე. მაგრამ ტიპი არ დანებდება. უბრალოდ არ გვაჩვენი სექსცენას საიტამასთან. შენ თვითონ მოირიდე შენი ფარი. ახლა კიდე შემიძლია არაფერზე აღარ ვიღელვო. ძმა უბრალოდ ეს როლე. მონსტრო გარო. უბრალოდ ეს როლე. ხოში პატარა ბიჭონა არის. თუ ცეცხლს გახსნის და შევდება. რამე უკეთესი მოიფიქრე. და მასეთ პატარა ხრიგზე არ წამოვეკები. არა, ეს სიმართლეა. კარგად დააკვირდი. თუ მონსტრი როგორ იმარჯვებს გმირზე? გამარჯვებით მხოლოდ სამართლიანობა იმარჯვებს. მოკვდე. მომოკვდინებელი ყივილი. ეს რა ძალა. ბავშვი. ჩემი არ თქვათ რომ ბავშვს მოკვდავენ. კი, მაგრამ რატომ? რატომ ვერ მოვარტყი? თვალები ტრაქში გაბია და ბარას მოვარტყი. კარგი რა. პიცია. რა იყო ვაზნები რა მუქთად გაქვს? იარაღი დაუშვი. რადგან მე ვიცი, რომ შენი სიკვდილის ყივილი მთელ ვაზნას გიხარჯავს. მან რა სპეციალურად გამიკეთა პროვოცირება? ნებისმიერი მონსტრი ამილეთის ქვეშ კატლეტად გადაიქცეოდა. და როგორ ჩანს ყველა არა ხო? დიდი მადლობა. როგორც იქნა დაუმტკიცე რომ ცეცხლსასროლი იარაღით მე ვერ მომკლავენ. შენი წარუმატებლობით გაკვირვებული ხარ? ძალიან მეწოდებით მონადირეებზე. როგორც ჩანს ნამდვილად ეს კლასის გმირები უნდა წამოგიყვანა. ერთ-ერთი მათგანი მაინც რომ ყოლოდათ. ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ისევე სწავლი ეს კლასი. სხვა დანარჩენი გმირები რა მეორად ხარისხოვანი არიან? ნუ რა თქმა უნდა ეს კლასში ხომ საუკეთესოები არიან, მაგრამ ჩვენს გმირები ვართ, რომლებიც ჩვენი ცოცხლის ფასად იცავენ ნებისმიერს. კარგად შემომხედე. ეს მე მოვიწყუდი გმირებზე მონადირე და მე კლასის გმირი. მომოკვდინებელი გატლინი ვარ. მიდი. და შენ ამის გჯერა? მე შენ ბოლოს მოგიღებ. დაგიჩვენებ თუ რანი ვართ. გმირები. ყველაზე მეტად რეიტინგს მარტო შენ აღწევ ყურადღებას. სიცილი. წამოგეყვანათ მართლა ეს კლასის გმირები უკვე საწოდავი ხარ. უკვე გაიმარჯვებდით. პიცია.
ესე იგი ცოცხალი ხარ. ჩემი კაი. ეი. ვინმე უნდა მეხმარეთ? ხო. ფაქტობრივად დანაშაულო გმირები დახოცე. ამ ბიჭის თვალით ეგრეა. წყალი. თან არც იცოდნენ ამათმა იქ რომ ბავშვი იყო. ჩემი კაი ეს ვიღა. საბოლოოდ მაინც გამოიძახეს დახმარება. და როგორც საღოძა. ხედავ ეს შენ გენოს. ხმირებზე მონადირე. ოპა, გენოსი ბრუნდება პრაიმში. გაგანადგურე. გენოსი ბრუნდება პრაიმში. ეს არა ფინალი არ მეთქი რა არის. წავიდა. არა, ანიმაცია მართლა გამოსწორდა ამ ბოლო რამდენიმე სერიაში. ტყვია ბრქოვის თავდასხმა. ქვის გამხედქვით წყლის მოშტეი. მოკოდე. არა, გენოსი არ. ჩემი რა ლამაზი იყო ჯერ ერთი და მეორეც ერთი. წაიკეთე რომ მე დაგერჩა. რაც ერთ სკოპა იყო. ჩემი კაი როგორ წამოდგა. წყლის დარტყმისგან თავი ერთ წამში აიცილა. გასაგებია. გენოსი სუსტია რათან ახალი აპგრეიდის მერე. სხვები. მშვენიერია, როგორც ხედავ, ძალიან ესენია. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ძლიერი გავხდი. რა, ჯერ კიდევ წინააღმდეგობას მიწევ? მოიცავ, ცოტა უნდა დავწყნარდე. რადგან კიდევ ერთი დარტყმა და გავიმარჯვებ. თანაც ასეთ მომენტში ვერ წავაგებ. მოსა ორივეს. არა, საიდან მე სპეციალურად ვიღებდი ზიანს. ხებერას ფიქრობ მოგეწონა? გამარჯვების უფლებას ვერ მოგცემ, მაგრამ ცოტათი ფოროს კი. მოსა წესით საიდან არ ძალიან უბრალოდი ბრძე. ხო არა. და მაგერთი ღილაკის გამოყენებით ბევრი შანსი გაუშვი. ახლა კი დარწმუნებული ვარ, თვალხეულიც მოგიგებ, ასე რომ 91 ნოლი. 91 ნოლი. სახში შეიძლება ვარჯიშს. ხან თამაშები ნამდვილად შეშლის ნერვებს. ფაქტია. მაგრამ გამარჯვება კარგ ხასიათზე გაყენებს. ოღონდ არ აი მარჯვებს. ოი, ეგ ტელეფონი რეკავს. ვაუ, მართლაც რომ. მოსრია? მშვენიერია, რადგან ახლა ვეთავს გაუპობ. დიახ თუ შეიძლება. ვაქცარია რომ გამოძახებაზე ეს კლასის გმირი გაემართა. და მე მგონი უკვე მიხედეს საქმესაც. დახმარება მაინც დასჭირდება. ხო ისე მართლა საიტამა. ცოტა რიყოს მეშინია შენი სახლის წინ რომ მკვდარი მონსტრები ყრია. რაღაც არა ჰიგიენური არის საერთოდ. კინოს თხოვდა ის უბრალოდ ამოუბუგავს და ეგარი. მაგრამ მომკალდა მაინც ვერ გამიგია, რატომ ჩნდებიან ხოლმე ზუსტად მაგ ადგილას ამდენი მონსტრი. მერე და ალბათ მაგიტომ არ ცხოვრობს შენს გარშემო არავინ. მონსტრებმა რომ თავდასხმას ეგანაგრძონა. მაშინ ბევრი ქალაქი ესეთაც არიელდება. ხო ისე მართლა და გენოსისა და ის უგუშიტელი დღიდან აღარ მოსულა. რა, მოიცადე რამე ხო არ უჭერს. მის მინეუცების მონსტრების ასოციაცია რო გამოსულიყო და შენი გენოსი მოეკლა, მე სად მიდიხარ? წვეთში სად მიდიხარ? რა სესულელია, ის ხომ გენოსია? ნუ ეგეც არის. კი მაგრამ მაინც უნდა მოვძებნო. ეს კლასის გმირი მოსულა. საღოლძმა. ძალიან კარგი. თულად არ გვაჩვენებენ ამ ტიპს, მაგრამ გვიჯიგრა. ძლიერია. ძალიან ჩქარი და ძლიერია, როგორც მაისურიანი ოსტატი. და კიდევ თავის ცეცხლოვანი იარაღს ისრვის საკედიქით. ჩემ მდგომარეობით ახლა ამას ვერ მოერევი. შეანდაბას. იცოდი არც კი გაბედო, ასე ადვილად ვერ დამისხდები ხელიდან. მართლაც რა. გაიხსენე მისი მოძრაობა. სერიოზულად ეგრე? ეხლა განსხვავებულად მოძრაობს. ეგრე შეუძლია მარტივად გამოვაკვიროს
ეს ხელი ხომ არ გინდა? არა. შვენიერია ახლა გამხამობით ვეღარ შეძლებ დაერევას. და მათაც შეჩემდება. თარგმანი ტოპია რა თქმა უნდა. მაგრამ ეს რაც აზრია. იქნა ეკრანი დაიმიტურა. ერთი მეორეს მოყვება არა? ესე იგი გმირთა ასოციაციას ნამდვილად არ მივაჩნი ვარ უბრალო. ძალიან კარგი არის პოპულარობა. ახლა ქვეყანაში საშინელი მდგომარეობა არის მონსტრების ასოციაციის გამო. და მთელი გმირთა ასოციაცია ერთად უნდა იდგეს, რომ მონსტრების ასოციაციას შეეწინააღმდეგოს. შენერი პატარა ბავშვის კუჩი დევნისთვის კიდე არ არის დრო. ესე იგი მე პატარა ბავშვი ვარ? მაშინ დამეხმარე დემონო კიბორგ. მე შენ რომ დაგამარცხებულ შემინამდვილად შეაშინდებათ. შენი ბეწუზეაც და ხალხო ბოდიშით ხარვაზი მქონდა სერიოზული და ქართულად ვეღარ შევძლებ სერიის გაგრძელებას, ამიტომ უნდა ვნახოთ ინგლისურად ეს ბოლო ნაწილი ბოდიშით 3-2-1. Midi Genos. No hero is a match for me. A monster stands before you. Stronger than anyone. What's it now? Now! Rescue the hero hunter. Oh, What? The Monster Association at your he's service. very shades. We're here to bring you back with us, Mr. Garo. You're in a pinch, right? We can help you. You guys again, huh? Our superiors say they'll offer you an executive position. Is that really Don't want it. Now piss off. I'm afraid we can't this time. We're here under specific orders. Impossible! So, I see. So the hero hunter is in league with the Monster Association. Huh? Yesterday, I it's lost, say. but I learned there are monsters more powerful than I could imagine. Now, no matter what may come, my guard will never be down again. Plus, compared to yesterday, I am much stronger. Egrea, Lura de Grea. Master Saitama gave me guidance and said that I should aim for a higher level and train my spirit. I believe I am beginning to understand what he meant. I will not be so easily defeated. Ise Genos გაიხმავს My ინგლისურ master is a დახმარებაში. warrior who hero. Incinerate. Banki. Bang, why? Would you mind letting us handle things from here? One that tips Genos მოყვა. Ой, Taros მოყვა. ორივე. Let me deal with the monster's bag. You take Garo. My thanks, big brother. Garo. Face to face once again. It's been a while. I know that voice. Okay. So the world's most annoying geezer finally made it. I'm not sure what the hell happened to you, Garo. But I will end it here. Get up on your feet. Interesting თვალზე. ხანუ გარო მარტივად არ დანებდა. Who's the kid? Kind of rude, isn't he? მოგონები. What the hell? Should I toss him out, Master? არა. No. When he wakes up, give him something to eat. As much as he Wow, likes. Banki. ეს ფინალი იყო?
ეს ფინალი იყო. შევამოწმებ თუ შემიძლია ქართულად ვუყურებ ფინალურ სერიას. კი, შემიძლია. კარგი, ესე იგი ეს იყო One Punch Man მეორე სეზონის მე-11 სერია The Varieties of Pride. ჩვენი სიამაყე როგორც თარგმნეს, როგორც უკვე თქვი არაერთხელ და როგორც ვიცი, იაპონურიდან თარგმანი ახლა ცოტა რთული გასარკვევია, რომელ ენაზე არის უფრო სწორი. ძირითადად ინგლისურიდან პირდაპირ თარგმნიან ხოლმე ქართულად, მაგრამ შეიძლება იაპონურიდანვე განმოთარგმნონ, ამიტომ ხო არ ვიცი რომელს დავუჯეროთ, მაგრამ ასე თუ ძირითადად უფრო ქართული ქართული თარგმანი არის ხოლმე სწორი. მაგრამ ხო განდამას რაც თავარია. ესე იგი One Punch Man-ი. ძალიან ძერსკი სერია იყო. მე მგონი ახლოს არის ძალიან პირველი სეზონის ფინალი. თუ უკეთ არ ვიცი, ძალიან მაგარი იყო. თითქოს და ტოპ-2 სერია უკვე ეს არის ჩემთვის. პირველი სეზონის ფინალი და ეს. არ ვიცი რამდენად აჯობა. შეიძლება კი, მაგრამ აი თითქოს და მოგონებები უფრო მეტი რო გქონოდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა და აჯობებდა უმარტივესად პირველი სეზონის ფინალს. მაგრამ პირველი სეზონის ფინალი ახლა ვიცით რომ ძალიან მაგარი იყო და ძალიან მომეწონა. და ესეც ძალიან მომეწონა. თან ეს გაროს ამბავი როგორ ხოცავდა გმირებს რომ თითქოს და მონსტრებსაც აქვთ თავიანთი მიზანი, თავიანთი, მონსტრებიც არ არიან ისეთი ბოროტები, როგორც მათ ლაპარაკობდნენ სხვა ბავშვებთანაც ცდილობდა მაგაზე ესაუბრა და არ უჯერებდნენ და ახლა გახდა დაცინოდნენ ალბათ მაგის გამო და გიჟათვლიდნენ და არ მეგობრებოდნენ. ახლა გახდა რაც გახდა გმირებზე მონადირე, რაც სამწუხაროა, მაგრამ ამავდროულად არ ვიცი, მონსტრები რასაც აკეთებენ, კარგად ხედავთ, ახლა ყველა არა, არსებობენ ნორმალური მონსტრები, აგერ ის გორილა მაგალითად ჩვენი კიბორგი. თითქოს და გარომ უნდა იცოდეს რა, რომ შავ-თეთრი არ არის ყველაფერი, ვერ იტყვი იმას, რომ აი და გმირები კეთილები არიან, მონსტრები ბოროტები, ან მონსტრები კეთილები არიან, გმირები ბოროტები. არა, არის ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება ვერც ერთ ჯგუფში, ვერც მეორეში და ვერც ერთნაირად ბოროტი. ყველას აქვს თავისი სიკეთის ნაწილი, გარკვეული ნაწილი და გარკვეული სიბოროტისაც, ამიტომ კარგი იქნება გარო თუ ისწავლის ამას. იმიტომ რომ თითქოს და ისწავლოს და შემდეგ სერიაში უკვე უნდა ქონდეს ეს ცვლილება, თუ შემდეგ სერიაში არა მესამე სეზონში მაინც და ახლა თუ ეგრე მოხდება და მესამე სეზონისთვის გადავდეთ, სიმართლე გითხრათ ცოტა გული დამწყდება კიდეც, რომ მესამე სეზონს არ ვუყურებთ ახლა. მაგრამ ხო, ასე თუ ისე, ერთი სერიალა დაგვრჩა. გადროთულად არ დავკარგოთ. მანამდე დაიცადეთ რაღაცის ნახვა და One Punch Man. One Punch Man. სერიები ვნახე პროსტა მესამე სეზონის. დავიწყეთ. არა ბოცა. რა ქვია, ზემოთ რატომ აკეთებს? Cleaning up the Disciples mess. კარგი. ასე არის სათავე. რამდენჯერ თქვი კარგი უკვე ვერ დავიცვი გაიჯანებას. One Punch Man მეორე სეზონის მე-12 სერია, მეორე სეზონის ფინალი. 5, 4, 3, 2, 1 დავიწყეთ. Tokyo G. Portugal კარგი. კიდევ ერთხელ მადლობა გახმოვანებისთვის.
ალბათ кайხანი ვეღარ ვიტყვი მაგას უკვე, რაც მაგაჩეს დავასრულებთ. ქვის და მომსხვრეველი წყლის ნაკადის დარტყმა. ოპა ეს ის უტევს ბანგი. ნუ გარო კარგად შეიცვალა. ამ თმების ფერი მისი თავდაცვა და თავდასხმა შთამბეჭდავია. ტექნიკასთან არ უნდა გამოიყენებინა. დასასრულიც ნათელი. თქოს და ასე უფრო უხდება, აი თეთრი რაღაც ძალიან ისე ჩანდა თეთრ კოსტუმზე და იმასე. თან აგერ ბანკს აქვს თეთრი და უკეთესად გამოჩნდება ეს ბრძოლა. იცნობისთვის გაროს ახლა ვუდებთ მოხუცი ასეთი სერიოზული არასდროს მინახავს. ჭანდაბას. ასენელნელა გონებას კარგო. შეიძლება კიდეც მკვდები. სერიოზულად ასე მარტივად მოკუნება და ანუ მართალი არ ვიყავი, რა უახლო დაბასწრება და ის ეგ მოძრაობას თქვია შენ უკვე მხეცად გადაიქეცი. ნუ მონსტრების ლიდერი კაროჩე რა. მას გამოიყენებ და რამენაირად დავიწრენ თავს. არც ისოდო. მონსტრების ლიდერი იქნება ფინალური თავარი ანტაგონისტი სეზონის. მონსტრებთან ბრძოლა უკვე დასრულებულია. ბანგ. მხოლოდ და მხოლოდ გაროღა დაგვრჩა. სანუ დარგმანი მომზადებულია ტოკიოჯის მიერ რედაქტორ აჯგუფიანი მანია ტექსტს კითხულობს გიორგი ოდიშველიძე, იგივე როგორც და აქრის სპეციალურ ტოკიო წერტილიჯისთვის. One Punch Man-ი ბოლო მე-12 ეპიზოდი. პასუხისმგებლობა მოსავლეზე. გაროს სასაყვანად ყველანაირი ძალა გამოიყენეთ, მაგრამ დემონი კიბორგი. მაგრამ არ მგონია რომ ეგეთი ძლიერი იყოს. აქ ვერცხლის პერიაშიც კი ყოფილა. მე მგონია აქ ვერაფერს მოინადირებთ. მაგრამ ხელსარიელი თუ დაუბრუნდები, შეიძლება არაძიმ უბრალოდ შემჯამოს. რაღაც სასწაულის დახმარებით საინტერესოა კიდევ ერთი მონსტრი ჩაერევა. მაგრამ წყალი არ გაუვა, ის განწირულია. აი მაგალითად შენ უბრალოდ ზამიკა. ამდენი ჭრილობის შემდეგ ფეხზე დგომას შეძლებდი? ნუ ახლა როგორ ვიქნა? 60 წლის უკან ნამდვილად შეძლებდი ფეხზე დგომას. არა. კიდევ ცოტაც. მებაწინ. ნუ აღიარეს ფაქტობრივად, რომ გარო ძლიერია. მოხუცი ბანგი. თავს ესხმის მის მოსწავლეს როცა ის დასუსტებულია. სხვა მოხუციც მოუთრევია ჯგუფურისთვის. ბონგი არის ძალის მქონე და მეტალის გამხეთქვი. ბონგი. არა რა ღირსება დაუკარგავთ ამათ. ამათ რო დანდობავთ ხო დემონი კიბორგი მაინც მომკლავს. მაგრამ თუ არ მომკლა არ მგონია რომ გამიშვას. თუმცა შეარჩიანი ახლა დამრჩენია. მალმოკლას არ ერთადერთი გზა ამ სამის ერთდროულად მოკლა. მაგრამ ეს კიდე შეუძლებელია. კარგად შეიგრძენი ჩემი საუკეთესო მოსწავლე წიარანკოს ტკივილი. გარო! ზირენკოსკი. სუდა მოვეცნო უკვე ზირენკო ამ ამბებში. მიერებან არ ვთამაშოთ? შენ ხომ ჩვენ ერთად ითამაშებ, გარო? წამოვითამაშოთ. რა? კარგით. მე მოსწრები ხდებიო ახლა იტყვის. ადამიანის სამართლობა აქ არის. ჰოპლა. ადამიანის სამართლიანობის დარტყმა. ეს საშიშია. ასე ხომ არ შეიძლება? მაშინ მოდი შენ გახდი მონსტრი. ახლა მიდი გახდი მონსტრი. ეს რა არის? ნუ თუ ცხოვრებამ თვალწინ უნდა გადამირბინოს. ხედავს თავის მოგონებას. და ეს მე მგონი. ახლა უკვე შენ ხარ მონსტრი. ხო, ეს დაცვა. დაცვა? ეს ფკლაში ჩხობის თავი იყო. კი, მაგრამ რა მოხდა? არა და მე მგონი გარომ დაობსტოინა. თან კარგად არ ახსოვს ამ სახეები. და უცებ მოვარდა და ესეთი რაღაცები დაიწყო. კი არა, ლექციაც კი წაგვიკითხა გმირობანაზე. მომკალ და ვერ გავიქი ამბავს რა სჭირს. საიმე საწყალი დაცო. აბა მითხარი, მათ თავს რატომ დაესხი? მასწავლებელი, დირექტორი. როგორც მე ვიცი, შენ იმიტომ გაბრაზდი რომ ისინი გმირობანას თამაშობდნენ. უბრალოდ დაცო ყოველთვის. ვერთი გამაგებინე, თამაშს რეალობისგან ვერ ასხოვებ? ეს ყველაფერი ეგრე არა. უბრალოდ ყოველთვის მონსტრის როლს მტენია. ეგრე შუაშია სკანდალი შენ წამოიწყა. ახლა ამაზე პასუხს როგორ აგებია? წინააღმდეგი არ ვიყავი მონსტრის როლისა. მაგრამ შეიძლება დაცო არ მომწონდა თავისი გმირებით. მაგრამ არა, არც ამაშია საქმე.
მონსტრის ადგილას ყოფნამ დამანახა, რომ სამყარო ძალზე უსამართლოა. თამაშის დროს კიდე ბავშვები იმას ასახიერებდნენ, რასაც ტელევიზორში უყურებდნენ. ამ სპექტაკლში ეს ყველაზე რეალურია. აი მაგალითად აცუკლაში ყველაზე პოპულარული იყო. მე კიდე ჩაგეტილი ბავშვი ვიყავი, რის გამოც ჩემთან არავინ მეგობრობდა. ნუ ეგ ხო. და როგორც ყოველთვის ტაცუს ირჩევდნენ გმირის როლში. მე კიდე პატარა შანსიც არ მქონდა. ჯვაროსნული სამართლიანობის დარტყმა. კი, მაგრამ რატომ აიცილე დარტყმა? და ესეთი დადგმა გქონდა. აბერტი ნუ რა თქმა უნდა. ეხავე. სპექტაკლის ფონში აკეთებდნენ. რა თქმა უნდა. სცენარის, სკეჩის. მიმარცხდებიან. და ესე იგი მეც ვმარცხდებოდი. ადამიანის სამართლიანობის დარტყმა. თითქოს და შეღებილი აქვს ბაზალეთების. ტიპიკაც ციკლიც ხვირში. საზოგადოებაში პოპულარულებს შეუძლიათ რომ ნებისმიერი სუსტი ადამიანი და არაპოპულარული გაიგდონ ციკლქვეშ. დავიხალე უკვე. მოდი სერიოზულად შემებრძოლე, ტაცო. რაზე ლაპარაკობ? ნუ ძმა. აღარ მინდა რომ მონსტრის როლი შეციხრი ჩაერთხი, ამიტომ თუ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებ, მაშინ აღარასდროს შემაწუხებ. ბავშვებო, აბერტი დამიჭირეთ ის. რასაკეთებთ? ეს ხომ უსამართლობა? მე მინდა რომ მას სამართლიანად შევებრძოლო. ეს მართლა უსამართლობაა, კი. დაცუ მე მინდა რომ შენ საერთოდ გაგიჟებულ ხარ, როდესაც გითამაშია იმ ბავშვებთან. ეს სიმართლე არ არის. არა, ეს მართლა არ არის. ყველაფერს მემაბრალებენ. ნუ რაც მომენტში გარო მართალია. მოაწყე ყოველივე ეს. ახლა ვებოდი შემოიხადე. რა არის სამართლიანობა და რა არის ბოროტი? მე კიდე მგონია რომ საზოგადოებამ განიზრახა ჩემი დაჩაგვრა. არ ადამიანობა. არ დავივიწყებ თუ როგორი გამწარებული ვიყავი. და მე მათ მაინც ვასწავლი ჭკუას. და ენახონ თუ რა შეუძლიათ სუსტებს. მე საერთოდ არ მინდა რომ ვიყო კეთილიან ბოროტი. გარო, ყველაფერი დასრულებულია. არაფერიც არა. დასრულებული. რაიო, რა ვიცი მე. გარო. ბანგ, ზემოდან. ეს ჩიტი სულ დამავიწყდა. მიდი გენოს. შემიკაი. გადაარჩინა. მოიცადე ეს მონსტრია? რა თქმა უნდა. გენოს. ბანგ, ახლა ის უკვე მონსტრია. და მე მას გაროსთან ერთად გავანადგურებ. მისმინეთ. გარო ჩემთან არის. სხვა დანარჩენი თქვენზე არის. სპირალური ცეცხლოვანი ის არის. მრავალფეხა მოხუცა. ხო, რა. სერიოზულად ასე დავატრიალე ეს რა ხოხრობა? საიტამა გვიშველე. საჭენდებაში ხარ მართლა. თუ ეს ცოცხალი ორგანიზმია. არა, მიახლოვება არ ღირს. არა. კაი. გადავარჩენთ სულ ყველას, ეს კარგია. ამ ტიპს მაგარი ძალები აქვს ეს წრეების. გენოსის უძლიერესი დარტყმის შემდეგაც კი მას ერთი ნაკაწრიც არ აქვს. ამაგაროსთვის ეს რა? მე მგონი გაოფლიანება მოგვიწევს. კი. გიგანტური მრავალფეხი. ვიტამინს ჩაერთხა თავში, მაგრამ არის სახელებს ვაგზალს. არაფერიდან. რა. სხვის საქმეში თქვენს ნისკარტს რატომ ყოფთ? შენ უბრალოდ უყურე თუ მრავალფეხება მათ როგორ გაუსწორდება. ხოლო მისი გამოჩენაც კი უკვე კატასტროფას მოასწავებს. მინი საიტამა უნდა გამოჩნდე. სანახაობით. შენ ძალიან სუსტი ხასიათის მქონე გმირებზე მონადირე ხარ. ბოლომდე არასდროს მიყავს ხოლმე მოწინააღმდეგის ჩაქოლვა. აბა კარგად დააკვირდი, ის გმირები ეხლაც კი ცოცხლები არიან. მაგრამ შეგიძლია არ იღელვო. მრავალფეხება მოხუცი მიხედავს საქმეს. მე რა დერთი ვითხოვა მას ამის გაკეთება. ესე ჩემი ნადავლია. თუ შეიძლება ნუღანცალებ თორე ჩამივარდები. გააჯვერთი, ანჯობი ახალი გამიშვა. გამიშვი თორე აირტყაო. კი, მაგრამ რატო ბრაზობ? შენ თვითონ ხარ დამნაშავე რომ არ მოკალე. ვერ მოკლა. ეს კლასიკური გმირის მოცილება. ჩვენს საერთო საქმეს ფაქტიურად წადგება.
შეხო მონსტრი ხარ. ძლიერი მეტოქეები არიან. რატომ და იცავ მას? შემოსავში უკვე დარწმუნდი. გარო. ყველა მოწინააღმდეგეს თავისი მიდგომა სჭირდება. ასე იძახის ჩვენი ოფიცერი გიორო. მრავალფეხას რამდენიმე მოწინააღმდეგესთან შეუძლია ბრძოლა. მრისხანე ტორნადო თავისი მრისხანე ძალით. ერკინის რაინდი, რომელსაც ტონი სტარკის იარაღები. ტონი სტარკის კი არა. ძლიერესი ადამიანი მთელს დედამიწაზე. კინგი. და ბლასტი, ძლიერესი რომელმაც ერთხელ ადამიანი. კი ნაღავ დაამარცხა ჩვენი მრავალფეხა. ბლასტი. მრავალფეხებას რომ შური ეძია, ამიტომაც შემოუერთდა მონსტრების ასოციაციას. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ამ ქმედებით მას უნდა რომ ბლასტი გამოიწვიოს არენაზე. ხოლო რაც შეეხება განსაკუთრებულ მიდგომას, ეს ორი კლასის წარმომადგენელია მრავალფეხებას ვერც ერთ ფეხს ვერ მოჭამს. ვერც ერთ ფეხს ვერ მოჭამს, ძალით არის განთქმული. ისიც მაშინ, როდესაც მისი მოწინააღმდეგე ადამიანის სახითაა. დემონ კიბორგი განსაცვიფრებელ არსენალს ფლობს. მაგრამ ამ ხელამასას ფიზიკურად ვერ დაამარცხებს. ნუ ხო. ბევრი კიდე რომ არ გელაპარაკო. მელოდიმოსას გამიბოლა საიტამა და დავიდან დაამარცხებს. როგის ქუჩი კაპიტულო წელი ეგრე არ შეიძლებოდა? ის მოდის. ზოგჯერ გახმოვანება წაუხიჯებს, მაგრამ გადაობა. ვიდიგენოს მოხმარინია. სახეებში კი. წყლის ნაკადი. მრისხანების მუშტი, განზომილების გახეთქვა. ეს რაილეთი იყო კი, მაგრამ ისი ბრონი დაამსხვრიეს. ბრონი დაამსხვრიეს თან ამ ხელას. ის განსაკუთრებული ტექნიკა. კიდე. საქმე კი გავაკეთეთ. მაგრამ ჩვენი განსაკუთრებულიეთი მაინც ვერ გავაკეთეთ. ხოლო შენ კიდე მადლობა გენოს. არაფერს მადლობა, თქვენ იყავით კარგად. როგორც ჩანს, მას კარგი დღე არ უწერია. დარტყმა მის მთელ სხეულზე ვრცელდება. და მონსტრს პატარა ნაწილებად ამსხურებს. დასრულდა. შეიძლება უბრალოდ ბრონი დაუვლეცო. მე გაიფებით? შემიულაში ეს რა არის? კი, მაგრამ ტყავი როგორ იცვალა? ეს შეუძლებელია. ასე ვერ დავამარცხებთ. რა გავაკეთოთ? ქალაქთან ახლოსაც ვართ. თუ ახლა ვერ დავამარცხებთ, მაშინ მოსახლეობა საფრთხეშია. უკაცრავად რამდენი წუთი გვაქვს? მოდით მე შევებრძოლებ. დაახლოებით 10. შევაკავებ იქამდე სანამ და შეუძლება. ხოლო თქვენ კიდე გაიქეცეთ. გენოს სამწუხაროდ ვართ გეუბნები. სიცოცხლე არ უნდა გასწირო, თუ გადარჩენის შანსი არ გექნება. თანაც ამისთვის ძალზედ ახალგაზრდა ხარ. გენოს ნუ გადაახტები იმ კედელს, რომელსაც ვერ წუდები. ნუ თუ უბრალოდ უნდა შევეგუო. ცხოვრებაში ესეთი რამ არ მოხდება. ვიდიგენოს უშედეგოა. ცოტა გენოს არ მოკვდება ახლა. თუ მოკვდება, უფრო ფინალისტკენ ახლოს, ახლა არა. ეს სიმახინჯე და გუშინდელი მონსტრი. ეს გარო და კიდევ ეს მონსტრების ასოციაცია. ახლა ამ ბრძოლას ვეღარ გავექცევი. ორი ხმლის მახათი. მხოლოდ ასე შეიძლება მასთან ბრძოლა. თავი და მხოლოდ თავი. ახლოვე და გამიწევ. ესე იგი ძახით რომ მე ამას ვერ გავუძლებ?
გენოს. გენოს. ასეთი სახით. მე არაფრისად ვარ კი ვარ. ოპა. ვო. რეაქტიული მოვაში გენი. თითმა თავისი ნახევარი სხეული დაიბრუნა. ჭიანჭოლაო. გენოს. შეხედე კვილი ჩამოუყო. მოკლე. ეს რა კუჭის წვენია? რადგან მან ხარ მოგინელებ კიდეც. ამასაც ნახავთ. ვინ ვის მოინელებს? ოუ, დაწვეს. სუპერ კუჭის შიგნიდან. ვაიმე. მიხე. შემიკაი. მან შეძლო. შიგნიდან გაანადგურა. თლიანი სხეული ხო არ გადაო. გენოსი მენა ბისტი ხარ. მენა საუკეთესო ხარ გენოს. და ახლა მე кайფებით ხო? ისევ. მე მას ვერ დავამარცხებ. და ვერ დავიცავ. მიდი. გაიქეცი ზამიკო. ტყუილ უბრალოდ. რა მოხდა? რაღაც ძალიან დადუმდი. გმირებზე მონადირე. თქვენი გეგმები და მიზნები საერთოდ არ მომწონს. რადგან მე მინდა ჩემი ხელებით მათი მოსპობა. ხოლო როცა ამას ვიზავ, ყველას შეეშინდება ჩემი. აი ამიტომაც ვარ გმირებზე მონადირე. გვიშინოდეს ვისი? შენი? შენ ახლა არც მრავალ ფეხებას და არც მონსტრების ასოციაციის წინააღმდეგ გასვლის თავი არ გაქვს. იცოდე, აი მაგასაც ნახავთ. მოუძღეთ! კი მაგრამ რა მაყლია? კიდევ რამდენი ასეთი მონსტრი? ასეთი არა ახლა ეს ძალიან ძლიერია. და უყურებდე თუ სხვები როგორ იბრძვიან. არა. მაგას საქმე ტრაქშია. ქალაქი ძალიან ახლოს არის. უდანაშაულო მოსახლეობა დაშავდება. ბანკ? ზამიკო. ჩვენი გეგმა დაიქცა. რადგან ასეა ჩემში დარჩენილ ენერგიას გამოვიყენებ. იგი ეს ახდება. სიმამაცე. მრავალ ფეხება. ой, მატლო. აბა გამოიცანი, შენთან ბლასტი მყავს მოყანილი. ეს რა კინგის ხმარი? მოიცა ბლასტი? ეი, მას შეხედე. ის ხმას უტრიალდება. ბლასტი. ხრილში მოარტყი. ბლასტი ისა, ვისგანაც შიშისგან გაიქეცი. და მაშინ გაიქეცი, სანამ მან კინაღა ვერ ამოგაკალა. თვით გმირი ბლასტი იაკა. თუ რემაში ზაღება გინა მაშინ შემსკენ წამოდი. გაიფება ხო? რა იყო? რამის ხმარ გიშენია? შესაძლოა უმხდალო. ეცადე, რომ ადამიანების წინაშე მაინც არ ჩაისვარა. მაგრამ შენ ისეთი მშიშარა ხარ, რომ გირჩევნია ისო მიწის ქვეშ ჩაძრა შენ დედა მატალთან. შემიკაი. მე მგონი კინგ მომოასწრო. დიახ. მან თქვა რომ მრავალფეხებას პროვოცირება სურდა. ესე იგი თავისთან უნდა შეიყვანოს და შემდეგ მოკლას. თუნდაც ეს საიდუმლო ინფორმაცია იყო.
მე მას ბლასტის შესახებ მოუყევი. მე რა გიპასუხა? მან მოკლედ მიპასუხა. მე გავიგე. საიტამა. მე კინგის ძრავის ხმა მესმოდა. არა. იმისთვის რომ ის დავამარცხო. საიტამამ და უნდა გამოჩნდეს. შემოიტყუო და დარწმუნდე რომ ქალაქისკენ არ მიდის. და მეტი არაფერი. არ გაინძრებთ საიტამა? რა. კი. აბარა. საიტამა! მიდი. დეთის ტყნის მუშტი. შემიკაი. საღოლ კინგ, საღოლ საიტამა მაგარი იყო. საღოლ გენოს, საღოლ ბანკ, გენოს. საღოლ ბონგუ თუ რა ქვია იმ ტიპს. ეგრეც ვიფიქრე რომ მაგ იქნებოდი. ყველანი მაგრები ხართ. კარგი ვქენით რომ მოვედით. ой, საიტამა მე მგონი შენ ცოტა გახალისდი. თითქოს ზორგიდან ლოდი მოიხსენი. ნუ სულ რომ არაფერი დაღლილი ვიყავი რომ შენთან სულ ვაგებდი და? გერგი რა შენ? აღლას ეს გმირი გახდება? ოსტატო საიტამა. მე ერთი კითხვა მაქვს. მოაყარა გენას. შეგიძლიათ მითხრათ თუ რა მაკლია? რა, ალბათ სიმძლავრე. რა? დიდი მადლობა. რა მოიცადი რასაკეთებ? საიტამა ხომ საშინელი მრჩეველია. საწყალო გენოს. საწყალო გენოს. ოსტატის ბრძოლამ გზა გამინათა. ის ძალის სიმბოლოა, რომლისაკენაც უნდა ვიაროთ. და მე ამ გზას გავუყვები. კარგს იზამ. ახლა კი სახლში წავიდეთ. მოსარა? დასრულდა? დასრულდა. მე ხატავებით. რა? სიარა. ასევე ოპენინგის კადრები გავუშვეს ენდინგში. დაიცადეთ. ახლა გაჭედა. მაგრამ ეს ფინალის ნახვა მინდა. სცენა უნდა იყოს უეჭველი. გარო. ოპა, გარო. უი, გაითიშა. სერიოზულად? კარგი რადგან ასეა დაისვენა. რადგან ძალიან მალე ოროტის შეხვდები. მეორე სეზონის დასასრული. სერიოზულად ასე ვასრულებთ. თარგმანი მომზადებულია და სეზონს. ჟავია ბაზრზე არ ვარ თქვა. ეს იყო One Punch Man-ი. მეორე სეზონის 12 სერია, მეორე სეზონის ფინალი და არ ვიცი. ერთი მხრივ კარგი ფინალი იყო, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც ბოლო ნაწილი ძალიან მიაყარეს და თითქოს და ნუ არის წინა სერია უფრო მომეწონა რაღაც პონჩი. ანიმაციის და ფაითების და სცენების ძერსკობის პონჩი მენა ყველაზე ბისტი ეს იყო. ძალიან ზესკი. პირველი სეზონის ფინალს ქონდა კიდე ეგეთი მაგარი ბრძოლა საიტამა versus ბოროსი და ახლა ეს მაგარი გენოსი versus მრავალფეხება. საიტამას და კინგის გამოჩენა მობეწონა, მაგრამ თითქოს ძალიან მარტივად, ანუ ასე წვალობდნენ გმირები და საიტამი მოვიდა ერთი დარტყმით. კი, ეგრე ხდება ხოლმე, მაგრამ მაინც თითქოს და ფინალში ცოტა სხვა რაღაცას იზამნენ და ან საიტამა უფრო ადრე გამოჩენილი იყო, ან რა ვიცი. ბოროსთან კარგად გამოვიდა, რომ წინააღმდეგობას უწევდა. არ ვიცი. საინტერესო სერია იყო, გაროს წარსული გავიგეთ უფრო უკეთესად და გავიგეთ რადგანაც იყო ასეთი, რადგანაც არის ასეთი. რასიზმს ახლა ვნახოთ. ახლა მართლა დამაინტერესა მესამე სეზონი მოგწუხარ რომ ვიწერს ასე შეწყვეტა, მაგრამ როგორც მე მივხვდი, კარგი მიმართულებით არ წავთ მესამე სეზონში. მეორე სეზონის ფინალი ცოტა რავი.
ანუ სერია თვითონ კარგი იყო, სერია მომეწონა, მაგრამ როგორც ფინალის სეზონის, არ ვიცი. თითქოს და ფინალური ბოსი ან გარო უნდა ყოფილიყო, ან მრავალფეხება, და რაც მე ვთქვი, რომ უფრო გამისწორდება გარო რო იყოს თქო და გარო არ ყოფილა სამწუხაროდ, მაგრამ მრავალფეხა იყო და მარტივად დავამარცხეთ. გენოსის და მრავალფეხას ბრძოლა კარგი იყო, მაგრამ თითქოს და ეს ცოტა უაზრო იყო, ანუ რა მაკლეო ამდენი ხანი გენოსის თავის თავს ეკითხება და просто საიტამა მიდის და სიმძლავრე ეუბნება და всё. ну თითქოს და ეგ თემა უფრო უნდა განერთო, ძალიან მაგარი იქნებოდა. მაგრამ გამიხარდა რომ კინგი გამოჩნდა, აი გამბედაობა იყო მაგისთვის. კი ეშინოდა ახლა ფაქტია, მეც შემეშინდებოდა ასეთი რამ რა მომხდარიყო ჩემ თვალწინ. მაგრამ მაინც რესპექტ ძმაო, დიდი პატივისცემა ჩემგან. დიდი პატივისცემა ბანკს და ბონგის მაგის ძმას. დიდი პატივისცემა გენოს. და ნუ საიტამა დიდად არ გამოჩენილა საერთოდ ამ სეზონში მგონი ტურნირის მომენტები იყო. ახლა ის ტიპი რომ მოკლა, არც კი მახსოვს სახელი, ის დიდი მონსტრი, ერთ-ერთი ძლიერი რო იყო, ყველას რო ეშინოდა. და ახლა ეს უძლიერესი მათ შორის. თითქოს და არაფერი არ დატანო. მონსტრების ასოციაციის ლიდერები არ გვინახავს. მეტალისებრი რაინდის ამბავი არ განვავრცეთ. ბავშვი რო ყავდათ გატაცებული, იმის შესახებაც არაფერი ვიცით ახლა. რა ვიცი. და გაროს ამბავიც არ არის დასრულებული, ანუ სერიოზულად მესამე სეზონი იმაზე იქნება, როგორ შეუერთდება გარო მონსტრების ასოციაციას. ნახოთ, რა ვიცი. ну კარგი სერია იყო რა ახლა. მაგაზე პრეტენზია ნახდა და არ მექნება რომ სერია იყო ცუდი. მაგრამ მაინც თითქოს და პირველი სეზონი გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე მეორე. თუმცა მეორეც მომეწონა. ანუ კარგი იყო, მეორე სეზონი ჩვეულებრივად ნორმალური კარგი იყო. ახლა რადგან სერიაზე მოვჭით ლაპარაკს, ანუ ერთი ვიტყვი რომ ფინალისთვის იყო ნორმალური, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი, მე უკეთესი მოლოდინი მქონდა. ჯერჯერობით პირველი სეზონის ფინალზე მეტად არც ერთი სერია მომწონებია. ტოპ 3 სერია ჩემი აზრით იქნება პირველი სეზონის ფინალი, მე-12 სერია, მეორე სეზონის მე-11 სერია, პირველი რომ ნახეთ დღეს და პირველი სეზონის მე-9 სერია. თუ მე-9 იყო ხო? მგონი იცოდეთ. ფოტოსით მე-9 უნდა ყოფილიყო ის რა დაამარცხეს, რა ქვია, ღრმა ზღვის მეფე. არა ხო, ანუ, რა ვიცი. და როცა მომბრო პირველი სეზონი გაცილებით უკეთესი იყო მეორეზე, კიდევ ერთხელ ვიმეორე, მაგით არ გულისხმობ რომ ცუდი იყო მეორე სეზონი. პირველი სეზონი იყო უბრალოდ კარგი. მეორე სეზონი იყო კარგი, ნორმალური, მაგრამ იყვნენ პერსონაჟი, აი ერთი რაღაც პერსონაჟები ისეთები როგორიც არიან ბლიზარდი ტორნადოს და თვითონ ტორნადო, ზედგერიტი სონიკი, რა ვიცი კიდევ ვინ. ვიასის თქმა მინდოდა და დამავიწყდა. ექსამი. ჯეირინკო, ულიცენზიო მძღოლი. აი ეგეთი პერსონაჟები ფინალისთვის არც გამოჩენილი, არც ბევრი არაფერი უჩვენებიათ. ამ დროს თითქოს და რა ვიცი, სონიკის მომენტები უკვე მოსაბეზრებელი გახდა სიმართლე თუ გაინტერესებთ. ნუ თუ გინდათ წარმოაჩინოთ კარგად, წარმოაჩინეთ კარგად. თუ არა და ყოველ სამ სერიაში ერთხელ მოვაჩენთ და ნუ ამარცხებთ 3 წამნახევარში გეგონება მასხარა იყოს ვიღაცა თან ის შეჭამა ის რა ქვია ნუ რაც მონსტრად აქცევს და არც კი ვნახეთ რა მოხდა მაგის შემდეგ ანუ რატომ არ ვიცი ნუ ბანგი აი ახლა ჩემი ტოპ პერსონაჟები იქნებიან ალბათ გენოსი პირველზე და მეორეზე და მესამეზე არ ვიცი საიტამა და გარო როგორ დავსვა, იმიტომ რომ ეგ ორივე მაგრად მევასებიან. სავარაუდოდ ისევ საიტამა მეორეზე, თუმცა პირველ სეზონში საიტამა როგორც პერსონაჟი, ანუ საიტამას განვითარება უფრო მომწონდა რა.
და ალბათ გარო მესამეზე. გაროსაც რაღაც დააკლდა მომენტებში, რაცაც იმედს კიდევ ერთხელ ვიტყვი იმედს ვიქონიებ ბოლოსკენ დაუბრუნდებით. კიდე რა არის? ხო, ნუ ბანგი მეოთხეზე და მეხუთეზე მეხუთეზე სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ისა ულიცენზიო მძღოლი. ულიცენზიო მძღოლი. ისეთი პერსონაჟები როგორც ედგირითი სონიკი, ბლიზარდი, ტორნადო აპტიმარიტის ტიპიანი, აპტიმარი ნაკლებად. ის მაისურიანებიც ნაკლებად არა, საერთოდ არა. არც ღრმა ზღვის მეფე, ბოროსი თუნდაც ეგეთი პერსონაჟები შედარებით უფრო მომწონს. დეირინკო რა ვიცი. ან ის თუნდაც ბანგის მა კარგი პერსონაჟები ყავს ამ ბანჩმენს და რაც ძალიან კარგია. მე მომწონს ეს, მაგრამ თითქოს და ამ სეზონში საიტამას ნაკლები ყურადღება ექცეოდა და ეს სამწუხაროა. მაგრამ ხო, აგერ მესამე სეზონის შეფასებები 3.8, 3.6, 3.5, 3.3, 3.7, 1.6 ეს ყველაზე დაბალი, 2.6, 6.3 ეს ყველაზე მაღალი, 5.2, 2.5, 4.1 და 5.1. სეზონს ყველაზე მაღალი შეფასება სერიას აქვს 6.3 და ყველაზე დაბალი 1.6. ჩემი კაი. რა ხდება პროსტა ამ სეზონში, რა რეგრესი განიცადა სამისთან. აი ამ სიტუაციას არ მინდა უწოდო რეგრესი, მაგრამ აშკარად არის რა. სულ ოდნავი რა არის. ცუდი არ ყოფილა, მაგრამ პირველი უკეთესი იყო და ხო ფაქტობრივად რეგრესი ქვია მაგას, არა უწოდო სხვა. ასე თუ ისე, ხო. სეზონი თოქში საინტერესო იყო. მომეწონა ის საიტამას ტურნირზე დასვლის მომენტი. ფაქტობრივად საიტამამ რომ მოიწყინა, იმაზე არის ეს ანიმე, ძირითადად საიტამას მთელი არკა ეს არის. და რავი, აი ეს ტურნირზე იმ ტიპის ნაწილი მომეწონა სუირუსი, ასევე სუირუს კაი პერსონაჟია კი. და რავი. ეს მონსტრების ამბავიც კარგი იყო, მეტალის ბიტა გვაჩვენეს თუ ლითონის ბიტა რა ერქვა არ მახსოვს. მეტალისებრ ჰაინდზე კიდე ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი. და ხო. ყოველ შემთხვევაში მე სეზონით უკმაყოფილო როგორც ასეთი არ ვარ. ასე რომ ხო, იმედია თქვენც არ ხართ უკმაყოფილო ჩემი ვიდეოებით, იმიტომ რომ One Punch Man-ი არ გამოვა გარკვეული პერიოდი და One Punch Man-ს ჩაანაცვლებს Invincible. დაუმარცხებელი. პირველი სერია ნანახი მაქვს Invincible-ის და დაედიტებულიც კი მაქვს უკვე. როდის დაიდება აზრზე არ ვარ, მაგრამ დაიდება სავარაუდოდ მალე. Ну, ეგ უკვე Invincible-ის ფანებს გეხებათ. Просто Invincible-ის პირველ სერიაში, ანუ ზოგადად ხო რა, პირველ ერთი სერია მაქვს მარტო ნანახი. Invincible-ს და One Punch Man-ს შორის შემომჩნია გარკვეული მსგავსებები, რაც მე პირადად ძალიან მომწონს. თუმცა არის ისეთი მომენტებიც, რომელზეც უბრალოდ არ ვიცი რა ვიფიქრო. მაგრამ ხო, Invincible-ში აქ მინდოდა One Punch Man-ში მეთქვა ბარეგამ, სანამ დავასრულებდით. ასე რომ ხო, როცა არ უნდა დავაბრუნოთ ეს სერიალი, დავაბრუნებთ, აუცილებლად, შანსი არა რომ არ დავაბრუნოთ. ახლა კი დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ დალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად გრძანდებოდეთ.